ბავშვებო, აბა ვინ იცის სადა ვართ? სათაფლიაზე. ექსკურსია სათაფლიაზე. ყოჩახ, ძალიან გიხარიათ? ბედნიერი და წარმატებული დღეები ყოჩახებს. აი ასეთ ერთ. ჩავეთ. წარმატებები ბავშვებო, ბედნიერი და მშვიდობიანი დღეები. ეს არის მცენარის მჭამელი დინოზავრის ნაკვეთი. აი და ზემოთ როდესაც აყვავთ, ზემოთ მეორე შვილზე ნახავთ მტაცებელი დინოზავრის ნაკვალებს, რომელიც 1929 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაუკიამ. მაშინ როდესაც გზამებავდა ღვიმის მიმართულებით, აი ეს არის იგუანოდონი, რომლის ნაკვალებიც პირველ შვილზეა დაფიქსირებული. დღესდღეობით ზომაში შემცირებულია, იმიტომ რომ 2010 წლამდე ღია ცის ქვეშ იმყოფებოდა. და რადგანაც კირქვი ფენაზიანის წარმოდგენილი ყოველი წვიმის შედეგად ირეცხებოდა. ზომაში პატარავდებოდა და აი ამიტომ არის შემცირებული დღესდღეობით. დაახლოებით 2 კილომეტრი დაახლოებით წელი გადაადგილება, ამ შენობის შემდეგ ხელმარშო ჩამოგზავნდებით და მიდიხართ ღვიმის მიმართულებით. ღვიმის შემდეგ ბევრ დინოზავრებს ნახავთ და ბოლოს იქნება მინი. მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი დღეა, ჩვენი ექსკურსია მაინც შედგა. ნახოთ იქნებ დღის ბოლომდე არ იწვიმოს. ბავშვებო, აბა ვინ იცის სადა ვართ? სათაფლიაზე. ექსკურსია სათაფლიაზე. ყოჩახ, ძალიან გიხარიათ? ბედნიერი და წარმატებული დღეები ყოჩახებს. აი ასეთ ერთ. ჩავეთ. ხათუნა დეიდა. უი, რონდა მეთქი იქიდან ზემოთა კამერაზე იყო ლაპარაკი, დასლაპარაკი. რონდა სავათა ვაბრალე, მაგარი. იქეთ. მოდი так შემოტრიალდი შემოტრიალდი. ბავშვებო, ჩემსკენ შემოტრიალდით ყველა. გაბრიელ. გიორგი. აბა ყველამ დამიქნიეთ ხელი ლამაზად.
სიხარულები. ოჩაღე. დაჩი, აქეთ გადმოდი, აქეთ. ძალიან ბევრ თავს სამუშაოებს უწევს. და აი რა, გასულდებარი სოფლებიდან მოდიოდნენ თაფლის შესაგროვებლად. და აქედან მიიღო ჩვენმა ტერიტორიამ სახელწოდება სათაფლია. იქ სადაც თაფლი არისო. უკვე თქვენმა ერთმა წარმომადგენელმა დაინახა თუ სად ბინადრობს ველური ფუტკარი, ერთი ოჯახი აქ დარჩენილია. მოდით მომიახლოვდით და ყველას გაჩვენებთ. ერთმა უკვე დაინახა და ვიმედოვნებ მინდა რომ ყველამ დაინახოთ. მოდით აიხედეთ ჩემს თავზე. დაინახეთ? არის კი. გრმულში ბინადრობს ერთი ველური ფუტკრის ოჯახი. დავინახეთ ხო? კი. კარგით, წინ უფროსი გვინდა? რომ ამ ბავშვებს გაუძღვეს? კი, გამოვანა. ნელ-ნელა მიდიხართ მღვიმე. რაღაც გახარება, გაიბინე. აი მასე. გაუხნიეთ ხელი კამერას, აი ეს. აი მასე, ძალიან მაგრები. მას ხუთკარს მეშინია. ჩახედეს ფუტკარს თვალებში. გაიხარეთ ასევე თქვენაც. მე შინაური ვარ, შინაური. აი ბატონო. ნონდა რა ბაკშად გაიღიმე. მე შენ მიყავ. ადი მე ჯობრა.
მოალახლა. ალისა მყილად და ტალახში მუდადება. არა, ტალახია, მოდი. მიზერას მოგიდა ხელი. მალე დამეგიტახარებინა. ეს არ მოძრაობს, მე მგონი. ალისა და დინოზავრი? გადავიღე. ბავშვებმა მოამზადეს ლექსი შოთა ნიშნიანიძის ციხე-ტაძართა საგალობელი. ჩვენს ლამაზ მასწავლებელს. ცოტა ხმამაღლა. მეტალხედებს ქვეყანაზე რა შეედრება, ციხე-ტაძრებით სადასულა ლოცვა ბედრებად, წელთვეფხის წყალზე საქართველოს მზის წიყდომილი, თავს დასგომია იალბუზე ხელაპყრობილი, თითქოს ლოცვებს, სადაღავრებს მათახავებს, საქართველოს გამჩან საბერდებს, თის მენახი, თის კანები, თის გალამები, თის საფლავები წმინდანების და ფალანგები. ზოგი ციხეაში კივლება, ზოგი გაფრენა, ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრება, ზოგი მუშტია, მუქარა, ზოგი გინება, ალაყაფებით, კულტურებით რომ იყბინება, ზოგი ამაყილილეოა, ზოგი გასროლა, ზოგი შორიდან ცისგან მიწის მოჩანს სასწორა. წლებმა იხوار ხადა ციხე შეება, ხალხსად, დუმილად, ჭირყვალებად და ბუდეებად. თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა, დაგილეწია მტერო, მაგრამ ვერ აგიხდება. ციხესნელო ჩამოშლილო ჩამოსყრა, შეძვენო ჩამოგაბრძულო ჩამოსყრა. უყვედოს ბურჯნო გალავნებო ნაგებობრივად ნაფსარი რა, ყველა ხელი ნაკაწერი კიო, გამისპრის ვეწათუშა გალო ჩუდი ვერ ერაგო შენ საქართველოს ხარაბჯარო ჯაჭვის ერაგო ეხე ისურე პერსილადრო შენ გოსანი ვაზი და ფრესკი ჩემ ხალე მარადიცო და საქართველოს ხებზე მზის შენ დასმე ციხონებ მარადიცო ტაში ბავშვებო ყველა ყოჩაღები ჩვენს ლამაზ მასწავლებელს
ჩემს ლამაზ მასწავლებელს. ძალიან გვიყვარხართ. ახლა სიფასე ნაგისროლა.